მოგესალმებით. Თქვენ უყურებთ გადაცემას მედია კრიტიკა. მე მისი წამყვანი მაია ციკლაური ვარ. გადაცემა მომზადებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტების მიერ სალექციო კურსის მედია კრიტიკის ფარგლებში. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა სოციალური მედია და მასთან დაკავშირებული ეთიკური პრობლემებია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით 2016 წელს ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში 5%-ით გაიზარდა და 40-ს მიაღწია. მათგან 26% სოციალური ქსელების მომხმარებელია, 6.3% კი ინტერნეტს ძირითადად ახალი ამბებისთვის იყენებს. ახალი ამბებით ინტერესდებიან სოციალური ქსელის მომხმარებლებიც. როგორ რეაგირებს ასეთ შემთხვევებში მედია? რამდენად უნდა ჰქონდეთ შემუშავებული ინტერნეტ და სხვა გამოცემებს სოციალურ სივრცეში სამოქმედო ქცევის კოდექსი? უნდა გამოხატავდნენ თუ არა ჟურნალისტები სოციალურ ქსელებში თავიანთ მოსაზრებებს? უნდა გაფილტრონ თუ არა გამომცემლებმა კომენტარების ველი? ამ საკითხებზე ჩვენ ეთერში ისაუბრებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი ნატა ძველიშვილი და მოგვიანებით შემოგვიერთდება ვებ გამოცემა ONG-ის რედაქტორი თაზო კუპრეიშვილი. ნატა, მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის. პირველი შეკითხვა თქვენთან დაკავშირებით შემდეგია, რა ახალი რეალობა გააჩინა ჟურნალისტური ეთიკის თვალსაზრისით სოციალური მედიის განვითარებამ? ვიცი რომ თქვენ ხშირად გაქვთ ამ საკითხებთან კავშირი. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით მეც, მივესალმებით დარბაზს. მართალი ბრძანდებით, სოციალურმა მედიამ აბსოლუტურად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა დღეს მედია იმ თვალსაზრისით, რომ ერთის მხრივ გართულდა გადამოწმება, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება და აქამდე თუ ჟურნალისტს შეეძლო თქვა თვითონ დაერეკა და საკუთარი წყაროებიზე იყო უფრო მეტად დამოკიდებული, ეხლა აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, როდესაც ორმაგად უწევს გადამოწმება იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს მაგალითად ყალბი ინფორმაციის გავრცელება. გარდა ამისა, სოციალური ქსელების სისწრაფის თვალსაზრისით კონკურენციაში შევიდა ტრადიციულ მედიასთან და ტრადიციულ მედიას მოუწია ფიქრი იმაზე, უკვე როგორ გაუწიოს კონკურენცია. გულისხმობ იმას, რომ მაგალითად, როდესაც ახალი ამბავი ვრცელდება Facebook-ის საშუალებით და საინფორმაციო გამოშვება აქვს რამდენიმე საათის შემდეგ მაგალითად ტელევიზიას, მას ძალიან უჭირს, რომ აი ამ სისწრაფის ხარჯზე მოიპოვოს აუდიტორია. მას უწევს, რომ მაგალითად შესძინოს დამატებითი დეტალები აი ამ ძალიან მცირე დროში და უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. გარდა ამისა, ეთიკური თვალსაზრისით გამოწვევა არის ის, რაც თქვენ შესავალში აღნიშნეთ, ეს არის ჟურნალისტების გამოხატვა სოციალურ ქსელში და ალბათ ამაზე მე მოგვიანებით გვექნება საუბარი. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ სულ უფრო და უფრო გართულდა აი ეს და უბრალოდ ახალი ფორმები შეიძინა ეთიკურმა პრობლემებმა, რაც უკავშირდება სწორედ სოციალურ ქსელებს. პირველ საკითხს მინდა დაუბრუნდე, ნატა, როდესაც საქმე გვაქვს სოციალურ ქსელებში სტატუსების გამოქვეყნებასთან და შემდეგ ამას იყენებენ ჟურნალისტები თავიანთი ახალი ამბებისთვის. რამდენად ეთიკურია თქვენი აზრით? გულისხმობთ წყაროს. დიახ, წყაროს. აქ არის ორი მომენტი გასათვალისწინებელი. ერთი ის, რომ ცხადია სოციალური ქსელები არის საჯარო სივრცე და ეს დაადასტურა მაგალითად ჩვენთან უზენაესმა სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებაში და პრინციპში ამაზე მსოფლიო მედიაში დისკუსია აღარ მიდის, უკვე არის თუ არა Facebook-ის საჯარო სივრცე, მაგრამ როდის ვიყენებთ ჟურნალისტების სტატუსებს ჩვენს ჟურნალისტურ პროდუქტში. პირველი ეს არის იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გადამოწმების სხვა საშუალება არ გვაქვს, მაგალითად გავრცელდა რაღაც ინფორმაცია, ეს იყო პირველ წყარო, შემდეგ ჩვენ გადავრეკეთ ამის შესახებ, თხოვეთ თავად ავტორს დავუკავშირდით და ასე შემდეგ. ეს შეიძლება არც მოხდეს საერთოდ მასალაში, რომ პირველად ჩვენ სწორედ Facebook-ში წავიკითხეთ მაგალითად ეს ინფორმაცია, მაგრამ მეორე შემთხვევა არის, როდესაც წყარო მხოლოდ Facebook-ში ავრცელებს ინფორმაციას და შენ უკვე აღარ გაქვს იმის საშუალება, რომ მხოლოდ რომ სწორედ შენი მედია საშუალებისთვის მოიპოვო ეს ინფორმაცია. ეს ხშირად ხდება მაგალითად ჩვენთან, როდესაც ორგანიზაციები, მათ შორის საჯარო უწყებები, სწორედ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებენ პირველად ინფორმაციას და ამ შემთხვევაში არანაირი უხერხულობა არ არის ჟურნალისტის მხრიდან, რომ აიღოს ეს ინფორმაცია და გამოიყენოს. მაგრამ პრობლემას ვაწყდებით არასაჯარო პირების, არამედ რიგითი მოქალაქეების მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე, ვინაიდან
ჩვენ ვხედავთ, რომ ნიუსებში ხდება ისეთი ინფორმაციაც, რაც არ არის საჯარო ინტერესის შემცველი, არის ესე ვთქვათ, ყვითელი, პირად ცხოვრებას ეხება და ასე შემდეგ. მოკლედ, მედიას უწევს დაფიქრება იმაზე, რა გავაკეთე იმისთვის, რომ გარდა სოციალური ქსელისა დამატებით მომეპოვებინა ინფორმაცია. როდესაც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას სოციალური ქსელიდან და უბრალოდ ვაწერთ ამას, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ეს ინფორმაცია, ამით ფაქტობრივად კი არ ვიხსნით პასუხისგებლობას ამას. ეს არის ერთგვარი მცდელობა იმისა, რომ რაღაცნაირად შენ მკითხველს უთხრა, რომ აი კი ვიცი, რომ შეიძლება ეს არ იყოს სწორი, მაგრამ მე ვეყნობი ამას და იქით გადამაგ პასუხისგებლობა, რაც მე პირადად მიმაჩნია, რომ არ არის სწორი. იმიტომ რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ვრცელდება შენი პლატფორმის საშუალებით, არის შენი სარედაქციო პასუხისგებლობის ქვეშ. თუ კი რაღაც საცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში, მაგალითად ან Twitter-ში, ან Facebook-ზე, რაც ყველაზე მოხმარებადია. ასეთ შემთხვევაში და ეს აღმოჩნდება მოგვიანებით, რომ ეს ინფორმაცია მოიგონა თვითონ მომხმარებელმა. რა გადამოწმების მექანიზმები აქვს ჟურნალისტს? მაგალითად, რა შეიძლება, მაგალითად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერორისტული აქტი მოხდა სადღაც, ხომ? და გავრცელდა ფოტო ამისი. როგორ უნდა დავწუნდეთ ჩვენ, რომ ნამდვილად ასახავს ეს ფოტო იმ ამბავს თუ არა? პირველი რომ რეკავ ყველგან სადაც კი შეგიძლია, ამის პარალელურად ჩვენ ტვირთავ ამ ფოტოს და ეძებ საძიებო სისტემებით, ეს ფოტო ხომ არ არის სხვაგან კიდევ გამოყენებული და მას შემდეგ რაც აი ამ პირველ ეტაპს გაივლი გადამოწმებისა შეგიძლია უკვე დაწერო ეს, თუ რა თქმა უნდა შემდეგ აღმოჩნდება რომ ყველაფერი გაყალბებულია, ყველაფერი მოგონილია და ასე შემდეგ, ცხადია ბოდიშის მოხდა მოუწევს მედიას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ვიღაცამ რაღაცა დაწერა და ესევე გადმოვაქცე მედია საშუალებაში და ვაწერო ეს იყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია და ამით მე პასუხისგებლობა არ მეკისრებ, ეს არასწორია. მაგრამ ცხადია იმის რისკი არსებობს, რომ არასწორი შეცდომაში შეიყვანოს მედია წყარო. იმდენად აჩქარდა ტემპი ინფორმაციის გავრცელების, რომ ხშირად აი ეს ვნება იყო პირველი, ძალავს ხოლმე იმას იყო კეთილსინდისიერი. ამიტომ მით უმეტეს, როდესაც კონკურენციაში შედიხარ სოციალურ ქსელებთან. სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით კიდევ ერთი მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი, მედია საშუალების ოფიციალური გვერდი ქარტის წესების თანახმად ისევე აღიქმება მედია საშუალებად, როგორც ონლაინ გამოცემა მაგალითად, იმიტომ რომ თუ ტელევიზია საკუთარი Facebook-ის ოფიციალური გვერდით რაღაც ინფორმაციას, მასზე ვრცელდება მისი სარედაქციო პასუხისგებლობა. მივუბრუნდეთ მეორე საკითხს, რაც შეეხება ჟურნალისტების თვითგამოხატვას სოციალურ ქსელებში. ეს საკითხები თუ რეგულირდება ან ჟურნალისტური ეთიკის ქარტის პრინციპებით, ან ქცევის კოდექსებით და როგორ? მე მიმაჩნია, რომ ეს არის შიდა სარედაქციო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ აქ ძალიან საფრთხილო საკითხია. ერთის მხრივ ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მეორეს მხრივ ეს არის შრომითი უფლებები და თქვათ შრომითი ურთიერთობა შენს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. ქარტიამ გააკეთა სოციალური მედიის გამოყენების გაიდლანი, რითიც ფაქტობრივად მისცა მიმართულება მედია საშუალებებს და ჩამოწერა საკითხები, რაზეც ნაფიქრი უნდა ჰქონდეთ მათ. მაგალითად, როდესაც ჟურნალისტი გაავრცელებს საკუთარი პირადი გვერდის მეშვეობით რაიმე ისეთ ინფორმაციას, რაც ზიანს აყენებს მის მედია საშუალებას, რა ხდება ამ დროს რედაქციაში, ვისი პასუხისგებლობა დგება, რა ტიპის არის ეს პასუხისგებლობა, ცხადია ამ კითხვებზე პასუხი წინასწარვე უნდა ჰქონდეს რედაქციას. მე გაგახსენებთ მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევას, როდესაც ვახო სანაიეს გადაცემიდან პროდიუსერი და ერთ-ერთი ჟურნალისტი გაუშვეს სწორედ იმიტომ, რომ სიძულვილის ენა გამოიყენა სოციალურ ქსელში, მაშინ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, იმიტომ რომ არავინ არ იცოდა რა პროცედურები არსებობდა იმისთვის, რომ ჟურნალისტი გაეშვა. იყო კი ეს თანაზომიერი სასჯელი იმისა, რაც იმ ქმედებისა, რაც ჩაიდინა, ვთქვათ, აი ამ თანამშრომლებმა. დღეს უკვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაწერა სწორედ სოციალური ქსელებში ქცევის ერთგვარი კოდექსი. ეხლა როგორც ვიცი, მალე უნდა გაიტანოს ბორდზე დასამტკიცებლად და მათ შორის გამოიყენეს ქარტიის რეკომენდაციები, რაც ძალიან სასიამოვნოა და რაც უფრო მეტი შიდა თვითრეგულირების დოკუმენტი ექნება მედია საშუალებებს, მით ნაკლები იქნება საფრთხე გარედან რეგულირებისა. და კიდევ ერთი შეკითხვა, ქარტიასთან დაკავშირებით განიხილავს თუ არა ქარტია
ხარტია ჟურნალისტების სტატუსებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებს. ვიცი, რომ ბოლო ესეთი შემთხვევა იყო. კი, პერსონალურ სტატუსებს არ განიხილავს, ამაზე მოგმართა ერთმა გამცხადებელმა, ის მიიჩნევდა, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ გადაშიარებული მასალა, გაზიარებული მასალა, სადაც ის ფაშისტს უწოდებდა მას, იყო დისკრიმინაციული და მოითხოვდა ამ მასალის განხილვას, თუმცა საბჭომ დასაშვებად არ ცნო ეს განცხადება, იმიტომ რომ ეს იყო პირად გვერდზე გავრცელებული. ჩვენ მივწერეთ ევროპის პრესის საბჭოების ალიანსის წევრ პრესის საბჭოებს, მათ რა ტიპის გამოცდილება არსებობს ამ მიმართულებით და მათაც დაგვიდასტურეს, რომ სოციალურ ქსელში პირადი პროფაილით, პირადი ანგარიშით გამოქვეყნებული კომენტარი არ განიხილება საბჭოების მიერ და ჩვენ სწორედ აი ამ პრაქტიკით წავედით. ძალიან დიდი მადლობა ნატა, ქარტიის გაიდლაინები შეგვიძლია მის გვერდზე ვიხილოთ. კი, გამოქვეყნებული და ჩვენ ვაგრძელებთ პრინციპში ამ მიმართულებით მუშაობას, არა მხოლოდ სოციალური მედიის გამოყენების თვალსაზრისით, არამედ მივყვებით იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რასაც მედიაში ვხედავთ, არის რესურსი ჩვენ გვაქვს, რომ მოვამზადოს ეს სახელმძღვანელო წესები და შევთავაზოთ მედიას რეკომენდაციები, როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში და მე ვფიქრობ მის გამოცემას უკვე. მადლობა. შესაძლოა აუდიტორიას აქვს კითხვა ნატასთან. თუ გაქვთ ვინმე სურვილი? გამარჯობა, თამარ კურატიშვილი. თქვენთან მექნება ერთი კითხვა, როგორ შეიძლება თვითონ სოციალური მედიის რეგულირება თვითრეგულირების მექანიზმების საშუალებით? თუ აქვს დაფიქრი ქარტიას ამის შესახებ? კარგად ვერ გავიგე, თუ რეგულირება, თვითრეგულირება როგორ არის? თვითრეგულირების მექანიზმების საშუალებით თუ შეიძლება სოციალური მედიის გაკონტროლება, რეგულირება? მე მიმაჩნია, რომ სოციალური ქსელები და ინტერნეტი საერთოდ რეგულირების გარეშე უნდა იყოს დარჩენილი. იმიტომ რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლებასთან მოდის წინააღმდეგობაში თუ ჩვენ დავიწყებთ ახლა მონიტორინგს სოციალურ ქსელებისა. რაც შეეხება თვითრეგულირების ნაწილს, მე აქ როგორც უკვე აღვნიშნე, მგონია რომ თვითონ რედაქციებმა უნდა შექმნას საკუთარი დოკუმენტები. მათ შორის არც ქარტიას და არც სხვა თვითრეგულირების ორგანოს არ არსებობს, მაგრამ რომც არსებობდეს, იგივე თუ განვიხილავთ მაგალითად სხვა ტიპის, თქვათ, ორგანიზაციებს, რომლებიც რეკომენდაციით მიმართავენ ხოლმე მედიას, მე მგონია, რომ არ უნდა გქონდეს არავის იმის ამბიცია, რომ მედიას დაურეგულიროს რაიმე. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რეკომენდაციები მივცეთ, როდესაც გაიდლაინს წერდით სოციალურ ქსელების გამოყენებაზე, იქაც კი არ ჩაგვიწერია, რა უნდა გააკეთოს მედიამ. ჩვენ დავწერეთ, რომ აი ამ კითხვებზე პასუხი უნდა გქონდეს გაცემული მედიას და შევთავაზეთ საუკეთესო პრაქტიკა, რაც აქვს სხვა მედია საშუალებებს. გამარჯობა, ია სათიანი. თქვენი აზრით იყენებს თუ არა სოციალური მედია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ბოროტად, ანუ უფრო თავნებობად? სოციალური მედია ვინ? ანუ უმეტესად საუბარი მაქვს მათ გვერდებზე, სოციალურ მედიის გვერდებზე, ანუ იყენებენ თუ არა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას უფრო ბოროტად, ანუ როდესაც გამოხატვის თავისუფლებათან სიტყვის თავისუფლად განიხილავენ ვიღაცის შეურაცხყოფას და როდესაც ამაზე რაიმე პროცედურა ან ვინმე ხმას აიმაღლებს ხოლმე, ამ შემთხვევაში ამართლებენ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას. სოციალური მედია ჯერ ერთი კრებითი ფორმა და ის ვერ გამოიყენებს ვერაფერს ბოროტად. ბოროტად რაღაცის გამოყენება შეუძლია ადამიანს და ინდივიდს. რაც შეეხება სოციალურ ქსელში არ ვიცი, გამოხატვის თავისუფლების ბოროტად გამოყენებას რას გულისხმობთ, იმიტომ რომ სამოქალაქო კოდექსში ჩვენ გვაქვს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც პატივი და ღირსების შელახვის ცილისწამების დროს შეგიძლია მიმართო სასამართლოს და იქ დაიცვა შენი კანონიერი უფლება. ამიტომ ასეთი შემთხვევებიც არის გაზეთთან დაკავშირებით, როდესაც უჩივლეს და დაამტკიცეს კიდევაც რომ ცილისწამება იყო, მაგრამ აქ სოციალურ მედიას არ უკავშირდებოდა ეს ამბავი. ანუ ამ შემთხვევაში მე ვკითხულობ სოციალურ მედიაშიც თუ არის მსგავსი ქმედება შესაძლებელი თქო და ანუ გასაგებია. გამოხატვის თავისუფლება არ ცნობს გამოხატვის საშუალებებს. ნებისმიერი ფორმით გამოხატვა არის გამოხატვა. ამიტომ თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენი პატივი და ღირსება შეილახა ქუჩაში, სახლში, არ ვიცი, გაზეთში, ტელევიზიაში თუ სოციალურ ქსელებში, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და დაიცვათ თქვენი კანონიერი უფლება. ძალიან დიდი მადლობა ნატა მობრძანებისთვის, აუდიტორიას კითხვებისთვის. ჩვენ კი გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენს შემდეგ სტუმარს თაზო კუპრეიშვილს შევხვდებით. ის ახლად დაფუძნებული ვებგვერდის და უკვე საკმაოდ პოპულარული ვებგვერდის ონჯის მთავარი რედაქტორია. შეგახსენებთ, ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარია თაზო კუპრეიშვილი, რომელიც ვებგვერდ ონჯის რედაქტორი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრია.
თაზო, ჩემი პირველი კითხვა უკავშირდება ONG-ის ქცევის კოდექსს, რამდენადაც ვიცი, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი პირველი გამოცემა, რომელმაც ქცევის კოდექსი შეიმუშავა. მაინტერესებს, რატო მიიღეთ ქცევის კოდექსის შექმნის გადაწყვეტილება საერთოდ და პირველ რიგში მეც მოგესალმებით, ONG-ის შექმნის იდეა როგორც კი გაჩნდა და დავიწყეთ მუშაობა, ერთ-ერთი პირველი, რაც თანამშრომლების აყვანამდე გავაკეთეთ, ეს იყო, რომ შევისწავლეთ სხვა მედია საშუალებების, რესპექტაბილური საერთაშორისო მედია საშუალებების ქცევის კოდექსები, მათი პოლიტიკა, როგორ იქცევიან სოციალურ ქსელებში და არა მარტო სოციალურ ქსელებში, ყველა იმ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, რის წინაშეც მედია შეიძლება დადგეს, გვინდოდა რომ ეს საფუძველი თავიდანვე გქონოდა, რომ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ავიყვანდით, მათთვის პირველივე დღიდან ცნობილი ყოფილიყო ის წესები და პრინციპები, რითაც ჩვენ მუშაობთ, რითაც მოვიპოვეთ მასალებს, ურთიერთობთ წყაროებთან, ვიყენებთ სხვა მედია საშუალებების მასალებს, ვიქცევით სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ. ეს იყო თავიდან, შემდეგ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ძალიან ეს მოვარგეთ ჩვენს რეალობას, ქართულ რეალობას მოვარგეთ, ჩვენი რედაქციის მიზნებს მოვარგეთ, რაღაცები ჩავამატეთ, რაღაცები შევცვალეთ და საბოლოოდ მიიღო ის ფორმა, რა ფორმაც აქვს. და რა თქმა უნდა, შემდეგ ყველა თანამშრომელს, რომელიც ავიყვანეთ სამსახურში, რა თქმა უნდა, ვაცნობდით ეს არა მარტო თანამშრომლებს ვაცნობდით, როგორც კი გვერდი გაეშვა, ეს გამოსაჩენ ადგილზე გამოვაქვეყნეთ საჯაროდ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ყველა მკითხველმა, მომხმარებელმა იცოდეს, რა მედია საშუალებაა, რა პრინციპებით მუშაობს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ხშირად ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან ხშირად ყოველდღურად იქნება გაურკვეველი წარმომავლობის ვებგვერდები და რომლებიც კაცმა არ იცის ვინ არიან, საიდან არიან, როგორ მუშაობენ და ასე შემდეგ. თავიდანვე რომ არ ყოფილიყო ესეთი ასოციაციები ჩვენს მიმართ, ავირჩიეთ სწორედ ეს გზა. დიახ, მე როგორც წავიკითხე, თქვენ ამბობთ, რომ შესაძლებელია რომ შეიცვალოს კიდეც დროთა განმავლობაში ქცევის კოდექსი. კი, რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთი დოკუმენტი, რომელსაც ერთხელ დაწერდა, ანუ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, იმიტომ რომ ყოველდღიურად იცვლება კომუნიკაციის ფორმები და ასე შემდეგ. შესაბამისად იცვლება რაღაც მიდგომები არის, თქვათ, დრომოჭმული, რაღაც მიდგომები შეიძლება მოძველებული, დგებით ახალი საჭიროებების წინაშე, რაც 5 წლის წინ იყო აქტუალური პრობლემა, თუნდაც მედიისთვის დღეს შეიძლება არ იყოს. 1 წლის შემდეგ შეიძლება საერთოდ სხვა საჭიროებების წინაშე დავდგეთ და ამიტომ ეს ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ, ყოველდღიურ რეჟიმში ვსწავლობთ, ჩვენ კიდე არ გვაქვს ისეთი დიდი გამოცდილება, მაგალითად როგორც აქვს Reuters, BBC-ს, რომლებსაც აქვს 10 წლეულობის მუშაობის გამოცდილება და გარკვეული, ასე ვთქვათ, გარკვეულ კალაპოტში არიან მოქცეული, ჩვენ ახლა ვყალიბდებით, ახლა ვსწავლობთ, ისინიც კი ყოველდღიურად რაღაცას ცვლიან. შესაბამისად, აბსოლუტურად ბუნებრივი მგონია ის, რომ რაღაც თანამედროვეობას ფეხი აუწყოთ და მუდმივად შევცვალოთ. ეს თემა მინდა რომ გავაგრძელოთ, თქვენი კოდექსის ერთ-ერთი თავი არის ინტერნეტი და სოციალური მედია. რას მოიცავს ის, რა ტიპის რეგულირებას სთავაზობთ ამ შემთხვევაში თქვენს თანამშრომლებს და საზოგადოებას, როგორ უნდა დარეგულირდეს ინტერნეტში და სოციალურ მედიაში თქვენი აქტივობები? პირველ რიგში ჩვენს თანამშრომლებს არა მარტო თანამშრომლებს, სტაჟიერებსაც კი პირველივე დღეს რა რეკომენდაციებსაც ვაძლევთ, ეს არის რომ Facebook-ზე მაქსიმალურად შეზღუდონ პირადი აზრების გამოხატვა საზოგადოებრივ პოლიტიკურ საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომლებზეც სამბოლოდ მოუწევთ მუშაობა, მოუწევთ მასალების გაკეთება, არა მარტო მოვლენებს ეხება, ეს ეხება კონკრეტულ პირებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს იყოს შეზღუდული, რადგან პრობლემად მიგვაჩნია, როდესაც მედია საშუალების რომელიმე ჟურნალისტი, თუნდაც სტაჟიორი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც მედია საშუალებას წარმოადგენს, თავს ესხმის, ლანძღავს და ასე შემდეგ, ან თუნდაც ზედმეტ სიმპათიას გამოხატავს რომელიმე რესპონდენტის ან მოვლენის მიმართ, ეს საბოლოო ჯამში მიგვაჩნია, რომ აყენებს მედია საშუალების რეპუტაციას ეჭქვეშ. აქ რა თქმა უნდა ამაზე არ არის ყველას ერთნაირი აზრი არ აქვს, არსებობენ მედია საშუალებები, რომლებიც ამას არ ზღუდავენ და მე თვითონ მათი არგუმენტი არის, რომ
პრობლემა არ არის თუ ჟურნალისტი გამოხატავს თავის პირად აზრებს. დიახ, ეს ხო გარკვეულხრივ მათი პირადი სივრცის დარღვევაც, ანუ არ ფიქრობთ, რომ მათ თუ უზღუდავთ მოსაზრებების გამოხატვის საშუალებას, შესაძლოა მათ პირად სივრცეს არ ღვევთ. არ ვფიქრობთ ეგრე, რადგან Facebook-ი უკვე დიდი ხანია, არა მარტო Facebook-ი, არც Twitter-ი, დიდი ხანია უკვე აღარ არის პირადი სივრცე და თუ ვინმეს გონია რომ ეს პირადი სივრცეა, ძალიან ცდება, იმიტომ რომ როდესაც უკვე შენს ოჯახის წევრებზე მეტი ადამიანი ყავს დამატებული Facebook-ზე, რაც არ უნდა მხოლოდ მეგობრებისთვის კონდეს Facebook-ი, ეს უკვე პირადი სივრცე არ არის, მით უმეტეს პირად სივრცეზე არ არის საუბარი, როდესაც ხარ ჟურნალისტი, ავრცელებ ყავს 1000-ზე მეტი მეგობარი Facebook-ზე და ავრცელებ ახალ ამბებს და ყავს ჩვეულებრივი ნიუსის მომხმარებლები ფრენდებში. მე პირადად 2000-მდე მეგობარი მყავს და Facebook-ზე და აქედან აბსოლუტური 80% პირადად არც უსმენ და ისინი არიან ჩემთვის პოტენციური აუდიტორია, რომელსაც ვაწვდი ნიუსს. შესაბამისად ეს თვითცენზურა ბჭყალებში მეც მაქვს და ვცდილობ რომ ჩემი ამ ონლაინ ქცევით თქვათ გარკვეული ჩრდილი არ მივაყენო მედია საშუალებას, იმიტომ რომ მე მქონია ესეთი შემთხვევები წლების წინ, როდესაც ამან რეალურად შემიქმნა პრობლემა. რა ხარ გაიხსენებდით? კი, გავიხსენებდი, ერთ-ერთ გაზეთში მუშაობდი სულ რაღაც 2 თვით. სადღაც 2009 წელი იყო, Facebook ძალიან ახალი შემოსული იყო. და მახსოვს რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი ომი ახალი დამთავრებული იყო აგვისტოს 3 და ეს ემოციები ძალიან ძლავრობდა და ერთ-ერთი პოლიტიკოსი იმ დროს ჩავიდა რუსეთში და პუტინს შეხვდა ომიდან რამდენიმე თვეში და იმ დროს მახსოვს რომ ამ პოლიტიკოსს რაღაც შეუვარდი ესე ვთქვათ ბოლოზე და იქ რაღაც ძალიან ცუდი სიტყვები დაუწერდა და ძალიან გავმაწყდა. შემდეგ როდესაც 1-2 დღის შემდეგ დამჭირდა ინტერვიუს აღება კომენტარის და ამ ადამიანისთვის რედაქტორმა დამავალა რომ კომენტარი ჩამეწერა მის რუსეთში ვიზიტზე. რა თქმა უნდა, რომ დაურეკე და სახელს არ მიხსენებია. ჯერ მედია საშუალება რო უთხარი და დაიწყო შეგრა თქვენმა ჟურნალისტმა ესე და ესე მლანძღად და არადროს კომენტარს არ მოგწდა. მე სახელით რომ მკითხა რომ ვიხარო, მე საერთოდ გამითიშა ტელეფონი და Facebook-ზე სხვათა შორის მომწერა რომ მაგ სიტყვებით შენს მედია შენს გაზეთში წერო. ეგ იყო ალბათ ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც მივხვდი, რომ არ უნდა გამეკეთებინა ესეთი რაღაცები. რაც შეეხება სოციალური მედიის როგორც წყაროს გამოყენებას, ან სტატუსი თუ გამოგიყენებიათ, ან ფოტო თუ აგიღეთ, ან ვიდეო, ანუ ამ ხრივ როგორ მუშაობთ თქვენი პრინციპი როგორია? კი, ძალიან ხშირად ვიყენებთ, თავიდან უფრო მკაცრი მიდგომა გვქონდა. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რისკები და ყოველთვის ვფრთხილობთ. როცა რაღაც გამოქვეყნდება, თვითონ იმ ადამიანთან ვცდილობთ გადამოწმებას, რამდენად სწორია ეს, რამდენად შესაბამება რეალობას, თუ არ არის მაგალითად თუ რომელიმე მინისტრის სიტყვაზე ვთქვათ, აქვეყნებს რაღაცა განცხადებას, რომელიც არ არის ძალიან შოკისმომგვრელი, ძალიან სენსაციური და ასე შემდეგ. ჩვენი მინისტრები ძალიან აქტიურად იყენებენ Facebook-ს და თუ რიგითი განცხადება ისეთი, რომელსაც რეზონანსი შეიძლება მაინც და მაინც არ მოყვეს, მის გადამოწმებაზე დიდად დროს არ ვხარჯავთ ესეთი ინფორმაციისაზე. მაგრამ თუ ჩვეულებრივი მოქალაქე არასაჯარო პირები აქვეყნებენ რაღაც ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ყოველთვის უკავშირდებით, ანუ უაპელაციოდ ვიღაცის მოსაზრებებს არ ვაქვეყნებთ. ხო, აქვე მინდა დავაზუსტო, რომ არ ვანიუსებთ ესე ვთქვათ არასაჯარო პირების პირად მოსაზრებებს. თუ ეს ინფორმაცია არის, რა თქმა უნდა, შოკისმომგვრელი, სენსაციური და რომელსაც შეიძლება ძალიან განსხვავებული რეაქციები მოყვეს, ამას ხვდებით და რა თქმა უნდა, ამის გადამოწმებას დამატებით ვცდილობთ, იმიტომ რომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს შოკისმომგვრელი ინფორმაცია სულაც არ არის მისი დაწერილი. ყოველთვის არსებობს რისკი. მე შემიძლია გავიხსენო ერთი ამბავი. ბრიუსელის ტერაქტი როცა მოხდა, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ჟურნალისტმა გამოაქვეყნა ფოტოები Facebook-ზე და დაწერა, რომ ბრიუსელში მოხდა აფეთქება. იმდენად შოკისმომგვრელი იყო ეს ინფორმაცია და იმდენად დაუჯერებელი, რომ ეგრევე ვუთხარი ჟურნალისტებს, რომ სასწრაფოდ გადაემოწმებინათ სხვა მედია საშუალებებში, სოციალურ ქსელში, Twitter-ზე, Facebook-ზე, ყველგან სადაც კი შეძლოთ მოეძებნათ იგივე ფოტოები. რატომღაც ვერ დაუშვით, რომ ეს იყო მისი პირადი, ეს იყო პირველ წყარო. მახსოვს, რომ გამზადებული ჰქონდა ნიუსი,
გამზადებული ქონდა ველოდებოდი სანდო წყაროს, ან CNN-ი ჩართული ქონდა სამსახურში და როგორც კი CNN-ის ლაივი დაიწყო იმიდან ბრიუსელიდან, იმავე წამს დავდეთ ნიუსი ჩვენც. ეხება კომენტარების სულს. ანუ თქვენს ვებგვერდზე სინქრონიზებული, ანუ კომენტარების დადება შეიძლება ვებგვერდზე და სოციალური ქსელიდანაც, ხო? კი. ეს თუ რეგულირდება, თუ შლით და რა პრინციპით? მოკლედ, ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქროთ, როგორი კომენტარების სისტემა გქონდა ვებგვერდზე. პირველ რიგში უარი ვთქვით ჩვენი მომხმარებლების თვითონ ჩვენს ვებგვერდზე კომენტარების დატოვებაზე ეს სისტემა არ გვაქვს. გვაქვს Facebook პლაგინი, სადაც Facebook-ზე დატოვებული თუ ჩვენს ვებგვერდზე დატოვა Facebook გვერდზე დატოვა კომენტარი ავტომატურად ჩდება ჩვენს საიტზეც და პირიქით. და ამ შემთხვევაში Facebook account-ით შეუძლია ადამიანს მხოლოდ კომენტარს გაკეთება. სხვა ტიპის კომენტარს არ ვაკეთებინათ მომხმარებლებს, იმიტომ რომ კი, უფრო იდენტიფიცირებადია, პასუხისმგებლობის გარკვეული ძირითადი წილი მოდის თვითონ Facebook user-ზე. მე არ მახსოვს ერთი-ორი შემთხვევის გარდა, რომელიც იყო ძალიან ძალადობისკენ მოწოდება და ძალიან შეურაცხმყოფელი, ესეთი კომენტარები წავშალეთ. თუმცა ძირითად შემთხვევაში კომენტარებს არ ვშლით, მოდერაციას არ ვუწევთ და მიგვაჩნია, რომ პასუხისმგებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც ჯერ Facebook-ს იყენებენ, იმიტომ რომ Facebook-ს როცა იყენებს ადამიანი იქ რეგისტრაციისას შეიძლება ბევრი არ უკვირდება, მაგრამ ეს წესები საკმაოდ კარგად არის გაწერილი. Facebook-ი რა მიზნით უნდა გამოიყენო, რომ არ უნდა გამოიყენო თავდასხმისთვის, ძალადობის გავრცელებისთვის და ასე შემდეგ. Facebook-ს როცა იყენებს ადამიანი ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ამ წესებს უკვე ეთანხმება და გააზრებული აქვს და შესაბამისად სწორედ ამიტომ ვაკეთებინებ Facebook-დან კომენტარს. იმიტომ რომ პასუხისმგებლობა ვფიქრობ, რომ მაძე ვერცელდება. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენს გვერდზე დატოვებული კომენტარი რამდენჯერმე წავშალეთ, რომელიც იყო ძალიან ჰომოფობიური, ძალიან ქსენოფობიური, სომხების მიმართაც მახსოვს ესეთი კომენტარი. თქვენი კოდექსი ამას ეხება კომენტარებს. კომენტარების მოდერაციას არ ეხება, ეს უფრო გვაქვს ეს სიტყვიერი შეთანხმება, დათქმა. დიდი მადლობა თასო ჩვენთან სტუმრობისთვის. მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს აუდიტორიას და დროებით გემშვიდობებით.